ის ტრადიცია იყო. რაც მაშინ მქონდა, ჩემთვის ის ტრადიცია იყო. ახალ წლის ღამეს პაპა ჩემი გადიოდა გარეთ. ხონდა აიკიდებდა ხურჯინს. ხო, ჩემ მაშინ დიდი თოვლი იყო ხანდა. შემოაგდა გარეთ და შემოგვიყრიდა გამპეტებს ასე და დაგულოცავდა. მე იქნებოდა სუფრა იყო, ჩვეულებრივი სუფრა იყო და ნადისხები არ ქონდა. რაღაცებს საერთოდ თოთიან ხემაზე არ გადარო ყველა ხილი რაღაცები ვაგებული და ჩვენ მაინც ბავშვები რო ვიყავით, გამპეტსკე გაგვირბოდა თვალი. ის გიყევდა. პაპას რა ერქვა? კონსულა გამოიზრდა სახელი და სიმონ შეძახდნენ ესე. ეს იყო ჩვეულებრივი ძალიან მარტივი სუფრა. რაც ქონდა იმაზე მეც არ ხარჯავდით, რაც არ შეგვეძლო. ხარჯავდით იმდენს, რამდენიც შეგვეძლო, იმიტომ რომ ჩვენ მეორე დღეზე ვფიქრობდით. დღეს რო ყველაფერი მოიტანო, გადაიო, ყველა აღარ ნაკლებია გექნება. შესაძლოა უნდა დაიწყო წოცუნი, არა? ეს წელი განსაკუთრებით მჯერა, რომ უკეთესი იქნება წინაწელთან შედარებით. უკეთესი იქნებოდა, რომ როდესაც საზოგადოება იღებს პასუხისმგებლობას ქვეყანაზე და არა ხელისუფლება, ანუ პოპულისტ მეორე მხარე. მოგო მრაშველი გაქვს. როცა საზოგადოება მისის ქვეყანას როგორ მოუაროს. რამე კერძი იყო ისეთი, რაც ახალ წელს აუცილებლად იყო ხოლმე? ხინკალი აუცილებლად მოყოფილიყო. ეს იყო აუცილებლად მოყოფილიყო ხინკალი. დანარჩენი, აი თუ ტკბილე ეს იყო, უნდა გააკეთა ხილი, უნდა მოგეტანა რაღაცები და სოფელს რაც შესაძლებლობაც ჰქონდა, ყველაფერს მოჰქონდა და ხინკალი აუცილებლად იყო. შევსაბოთ ღორები იკლებოდა. მაგრამ ჩვენ ხელსურები არ ჩამდნენ მაშინ ღორს. და არც მშველები და გაურბოდნენ ნაკლებად ჩამდნენ და მშველები უფრო ჩამდნენ ხელსურები და ნაკლებად უფრო სხვილი ფაღას აქოლელი იკლებოდა საშობაოდ. და ხინკალი აუცილებლად მოყოფილიყო. ხინკალი ახალ წელს. და პირველი სადღეგრძელო რა იყო ხოლმე ბატონ ძიატარი? პირველი სადღეგრძელო აუცილებლად ახალმოსდალაცადნენ ახალ წელს მოსვლას. რადგან უნდა გაგიკვირდეს, მაინც მშვიდობის სადღეგრძელო მიდიოდა. და ჩვენთან ასეთი წესი იყო, უფალს ადღეგრძელებდნენ, როცა ყველა სადღეგრძელოს მოილევდნენ. რომ შეჯამება უნდა ყოფილიყო და ეს როგორც ახსარება ჩაგებარებინა სადღეგრძელოს სახით უფალთან.